მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. გეტყვით, რომ ფასტაკლებები ჯერჯერობით ისევ აქტიურია, შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენთვის ასრული დიაგნოსტიკა, გნებავთ სრული, გნებავთ ერთი კონკრეტული საკითხის, მიიღოთ პასუხები თქვენთვის საჭირო კითხვებზე, ინფორმაციები. და ამისთვის უნდა მოვწეროთ მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვუთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა, ძალიან დიდი ხანია არ გამიკეთებია, მაგრამ ადრე მახსოვს რომ აკეთებდი. რა ბუმერანგი დაუბრუნდებათ თქვენი არაკეთილი სურვილებს. ეს არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ჩაიტარეთ თუ არა რაიმე სახის წმენდა, ან რაიმე ესეთი გააკეთეთ თუ არა, უბრალოდ ვისაც თქვენთვის სიკეთის კეთება არ უნდა, ვინც უბრალოდ თქვენთვის რაღაცნაირად ფიქრობს, რომ რა გაგიფუჭოთ, ან თქვენი შურთ, რაღაცა სურვილი აქვთ, რომ წინ არ წახვიდეთ, აი იმ ადამიანებს ხო თქვენთვის არაკეთილი სურვილი ადამიანები ვინც არიან, რა დაუბრუნდებათ. ზოგადად ის არის ხომ, რომ რასაც გვისურვებენ ადამიანები, ისე ვისუბრუნდებათ და მე ჩხუბობენ ხომ, რომ სამყარო რატო გაგვწირავ, მაგრამ თუ ადამიანისთვის ბოროტება გინდა, რატო გონია, რომ შენც არ დაგიბრუნდება, ძალიან ისეთი ის არის ხომ, მაგრამ რას ვიზავთ. მაგრამ მაინც ვნახოთ. აბა რა ბუმერანგი დაუბრუნდებათ არაკეთილი სურვილებს. ნახოთ. რა ბუმერანგი დაუბრუნდებათ თქვენთვის არაკეთილი სურვილებს. მოდით მაინც სიგნიფიკაცია გავაკეთოთ ეხა ამ ეტაპზე რა ენერგიებში ხართ თქვენ, რომ მიხვდეთ თქვენთვის არის თუ არა. აქ ენერგიები არის რაღაცა შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად გადართული ხართ თქვენს ოჯახზე, თქვენს სიმშვიდეზე, ხო? ადამიანი, როდესაც გადართული არის თავის ფინანსურ სიტუაციებთან მიმართებაში, თითქოს ისწავლეთ სამყაროზე მინდობლობა, ხომ? ანუ რაღაცნაირად დაუკავშირდით სამყაროს, შეიძლება ესე ვთქვათ, ხო? აქ არის ადამიანის ენერგიები, როდესაც განახლებას ვიწყებთ სამყარომ რაღაცა ერთი კონკრეტული ციკლი დაასრულა, ერთი კონკრეტული სიტუაციები, ანუ მდგომარეობა ჩავხურეთ და ვიწყებთ განახლებას, ხო? განახლებას ეს არის როგორც ემოციური, სულიერი, ასევე ფინანსური განახლებაც. ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი როგორც ჩანს, იწყებს ძალიან დიდი მძიმე და რთული პერიოდიდან გამოსვლას, ხო? აი რაღაცა ესე რომ ვთქვათ, შვენიერი არკანები ამოდის, რა ენერგიებში ხართ ახლა და რა სიტუაცია თქვენს ცხოვრებაში იხსნება. კარები როგორც მატერიალური, ასევე პირადი ურთიერთობებისთვის ორი ტუზი მიტევს პენტაკლების და თასების. ძალიან კარგია, რაღაცა პერიოდები, რომელიც თქვენთვის სირთულეს წარმოადგენდა, რომელსაც შეიძლება ვერ ხედავდით გამოსავალს და გქონდათ ცოტა ისეთი ემოციურად მძიმე პერიოდები, ეს უკან მოვიტოვეთ და ვიწყებთ, ანუ ესე ვთქვათ, ვიღაცა მართლა შეიძლება აქ რაღაცა წმენდებისაც მიმართა და დაიწყო თავის თავზე მუშაობა, ხო? თუნდაც და ამითი ეხმარება თავის თავს, რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან. ყოველ შემთხვევაში აქ ძალიან კარგი ენერგიები არის ამ ეტაპზე. თქვენ ამ პენტაკლების დედოფალიც აქ არის. იცით როგორი მომენტია, თქვენი თავის ფასი ისწავლეთ. პირველ რიგში რასაც ვიტყოდი, რომ ეს არის თქვენი თავის ფასი ისწავლეთ. ეს არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ. ეს სამსახურის თემა იქნება, ოჯახის საკითხი იქნება, პირად უბრალოდ შეყვარებული იქნება, მეგობარი იქნება, თუ ვინც იქნება, ნახეთ. აქ არის მდგომარეობა, როდესაც ვისწავლეთ საკუთარი თავის ფასი. პირველ რიგში ვისწავლეთ ის, რომ თუკი ვადიშით კაცებამ არ გამიარა ჯერ, თუკი ვინმე გთხოვს დახმარებას, რა თქმა უნდა ვეხმარებით, მაგრამ ჩვენსკენაც თუ ვინმე გვიწვდის ხელს, ჩვენც ვიღებთ ამ დახმარებას, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი არის აქ. ისწავლეთ, რომ მარტო თქვენ არ უნდა იყოთ დამხმარძალა, ბოდიშით ძალიან მახვალებს და ისწავლეთ ის მომენტი, რომ
მარტო თქვენ არ უნდა იყოთ დამხმარე ძალა, სხვებმაც უნდა გამოიჩინონ თქვენსკენ დახმარების ხელი. ნახე დამეწყო მაინც. და უნდა მიიღოთ ეს დახმარება, ხო? აქამდე თუ არ იღებდით დახმარებას, არავითარ მარტო არ თმოდით თავს. მოკლედ ბოდიშით, ესე იგი, გავჩერდი იქ რომ თუ კი აქამდე არ იღებდით დახმარებას და ფიქრობდით რომ მარტო თქვენ დახმარებოდით სხვებს, ეხლა უკვე ვისწავლეთ ეს და ნახეთ როგორი მომენტი აქ არის გამარჯვება. გამარჯვება იმასთან მიმართებაში, რომ აი ნახეთ გავიმარჯვე არა ვინმეზე ან რამეზე, არამედ გავიმარჯვე საკუთარ თავთან. საკუთარ თავს მივეცი უფლება იმის, რომ მიყვარდეს საკუთარი თავი პირველ რიგში. ვიზრუნო საკუთარ თავზე. მქონდეს საკუთარი თავის იმედი. მქონდეს საკუთარ თავზე შეხედულება არა ისე, რომ მე არ ვიმსახურებ, არამედ არა მე ვიმსახურებ, ხო? ძალიან კარგი ენერგიები ამოდის, იმიტომ რომ ეს არის სიტუაცია, როდესაც ადამიანმა როგორც იქნა ისწავლა გზა წარმატებისკენ. იმიტომ რომ როდესაც საკუთარ თავს ირჩევს ადამიანი, ის ყოველთვის წარმატებულია და მის გარშემო მყოფებიც ბევრად უფრო წარმატებულები არიან, იმიტომ რომ თავიანთ თავსთან უწევთ მერე დაყრდნობა, ესე რომ ვთქვათ, ანუ თქვენ დათვლილ სამსახურს აღარ უწევთ, თავიანთ თავთან უწევთ დაყრდნობა, ანუ უკვე უწევთ ხელის განძრევა და ადამიანები ისინიც წარმატებულები ხდებიან თქვენთან ერთად. აი აქ ზუსტად ეს მომენტი არის. კარგით ნახოთ, აბა რა უბრუნდებათ თქვენთვის არაკეთილი სურვილებს. რა ბუმერანგი. პირველ რიგში ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ერთმევა თავისი სტაბილურობის მდგომარეობა. სტაბილურობა, როდესაც გრძნობს, რომ ყველაფერი კარგად არის, მე ძალიან ბედნიერი ვარ, მე ძალიან კარგად ვარ. ადამიანს ერთმევა ბედნიერება, იმიტომ რომ მას იპყრობს რაღაცა შიშის მდგომარეობა, ხო? თუ აი ზუსტად ნახეთ, თუ თქვენ გქონდათ მანამდე შიშის სხვების დაკარგვის და ეხლა უკვე აღარ გაქვთ, ამიტომაც გახდით თქვენს თავზე ესე ორიენტირებული. აი ზუსტად იგივე მომენტი აქვს ახლა ადამიანს, ხო, რომელთაც თქვენი კარგი არ უხარიათ. ჩერდება სიტუაციები მის ცხოვრებაში და რეალურად გასაღები, რომელიც შეიძლება გქონდეს და შეიძლება იცოდეს, როგორ უნდა გააკეთოს რა კონკრეტული ნაბიჯები ამა თუ იმ სიტუაციაში, ადამიანი ვერ აკეთებს ნაბიჯებს, იმიტომ რომ ის ვერ ხედავს გამოსავალს, ის ვერ ხედავს რაღაცა სიტუაციის დაძვრას, ხო, იმიტომ რომ შიშები, როდესაც აქვს ადამიანს ვერ რისკავს, ვერ ბედავს, ხო, ესე რომ ვთქვათ. შეიძლება ითქვას, რომ მატერიალური პრობლემებიც აქვს, ხო, ადამიანი, როდესაც ცდილობს, რომ ჩაებღაუჭოს იმას, რაც აქვს, ხო, ჩაებღაუჭოს იმ რაღაცა თავის ფინანსებს, რომელიც ამ წუთას გააჩნია. რა უბრუნდებათ? აი, იცით როგორი მომენტი არის, ნახეთ, რა უბრუნდებათ? უბრუნდებათ ადამიანებს, ვინც თქვენი არაკეთილი სურვილია, თითქოს ერთმევად ძალა. სამყარო ტრიალდება ზურგს აქცევს, ხო? შეიძლება ერთი მომენტი ისეც მოდის, რომ აი ხშირად შეიძლება იმასაც ამბობდნენ, რომ აი რა დავაშავე ღმერთო, ესეთი რომ მე არ მიმართლებს რაღაცა სიტუაციაში. თითქოს ქარცელში არიან, რომელსაც აი უცბად მოწმენდილცაზე რომ მიცის ხოლმე ელვამ და სეთხვის წამოსვლამ რაღაცა ესეთი მომენტი არის. აქ თითქოს ადამიანს როგორი მომენტი იცით, აი უეცრად რო წაერთმევა ყველაფერი და აი უეცრად რო დაატყდება ცეცხლი თავს და ყველა სიტუაციაში, პირადშიც, ფინანსებშიც, ემოციაში, ყველაფერში არეული სიტუაცია რო აქვს რაღაცა ესე. თითქოს ადამიანი როგორ არის იცით, აი
სამყაროს რო ეკითხება, რომ აი ამდენ რამეს ვაკეთებ, ამდენ რამეს ვიცი, ამდენ რამეს ვცდილობ და არაფერი აღარ გამომდის, ხო? აი რაშია საქმე და იქიდან პასუხი არ არის, ხო? დუმს ყველაფერი და გაჩერდება. თითქოს ადამიანი სულ ცდილობს რაღაცა იპოვოს, როგორი მომენტია იცით, აი სად რა შეიძლება გააკეთოს ისე, რომ იმ სიტუაციებიდან გამოვიდეს, რომელშიც არის. ადამიანი არის გაურკვევლობაში ახლა. ადამიანი არის გაოგნებული, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანს შეიძლება იმდენად ქონდა იმედი, რომ ყველაფერი კარგად ექნებოდა და აბსოლუტურად მის ცხოვრებაში იდეალურად უნდა წასულიყო ყველაფერი, მაგრამ მის ცხოვრებაში ყველაფერი მიდის უკუღმა. ხო, ანუ არის ხოლმე მომენტი, როდესაც გგონია, რომ ჩვენ რაღაცა ესეც არასასიამოვნოს გავაკეთებთ, არის ეგეთი მომენტი, მაინც გაგვიმართლებს, ხო, რაღაცა არასოდეს არ არის, რომ სხვის უბედურებაზე ბედნიერება აეწყოს და ხანდახან არის ხოლმე, რომ როდესაც რაღაცა პერიოდი შეიძლება მიდის რაღაც თითქოს სტაბილურად, ვითომ კარგად, მაგრამ აი რაღაც როგორი მომენტია, იცით, აქ მე ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს შეიძლება ძალიან ბევრი რამე სტაბილურად მისდია და ძალიან ბევრი რამე ძალიან კარგად მისდიოდა, მაგრამ აი უეცრად რომ მოწყდება ყველაფერი, ხვდებით? აი უეცრად რომ გაიგებს, რომ პარტნიორი ღალატობს, უეცრად რომ გაიგებს, რომ სამსახურიდან უშვებენ, უეცრად რომ გაიგებს, რომ რაღაცა აი ყველა კარგად ამყოფოს, არავის ცუდი ნამდვილად არ მიხარია არასოდეს და დარწმუნებული ვარ არც თქვენ, მაგრამ გაიგებს, რომ აი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს რაღაცა საკმაოდ ისეთი სერიოზული, ხო? აქ ადამიანი ფაქტიურად ესე ვიტყოდი, კარმა უბრუნდება. უყალოდ არ ჩაიარა იმან, რაც ამ ადამიანს აქვს დაშავებული, თქვათ თქვენთვის. რა უბრუნდება არაკეთილი სურვილას? აი რა გითხათ? რა უბრუნდება? ავადმყოფობა, თუ კი აქ ვინმეს ქონდა გაკეთებული ადამიანზე ჯანმრთელობის შერყევის მდგომარეობა, აი 100%-ით უბრუნდება უკან. ეს არ არის რაღაც 99-ით ან 98-ით, 90-ით, არა, 100%-ით უბრუნდება უკან. 100%-ით ყველაფერთან ნახეთ როგორი მომენტი არის, შველას ითხოვს აქ ადამიანი, ნახეთ შველას ითხოვს. მაგრამ მის გვერდით მიდის ყველაფერი. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ცდილობს, რომ ხმა მიაწვდინოს ვიღაცებს, რომ დაეხმარონ, რომ ვიღაცებმა ხელი გაუმართონ, ხო, ზოგან მატერიალურად, ზოგან რაღაცა ისეთი სულიერად, მაგრამ მის გვერდით შეიძლება ბევრი ადამიანის იყოს, მაგრამ სამწუხაროდ მის და არავინ არ უწვდის ხელს დახმარებისას. ძალიან სამართლიანად, ესე იგი, ძალიან სამართლიანად უბრუნდება ყველაფერი, მე ესე ვიტყოდი და ეს ყველაფერი არის მისი არჩევანი, შეიძლება ითქვას. ეს არ არის უბრალოდ ბუმერანგი, ეს არის არ ვიცი რა აქვს ასეთი გაკეთებული ამ ადამიანს, მოდით ესე ვთქვათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ თუ იმდენად ძიმეთ უბრუნდება და სამართლიანად ეს კარმა, რომ ვფიქრობ, რომ შეიძლება უფრო ისეთი სერიოზული რამ მქონდეს ჩადენილი, ვიდრე არის აქ თვალი ან რაღაცა უბრალოდ შური. იმიტომ რომ აქ ადამიანი არის ფაქტიურად განოლების, განადგურების პირას. არ ვიცი, ალბათ შეიძლება თქვენ მიხვდეთ ვიზეც არის საუბარი და მიხვდეთ ვინც არის ეს ვისაც ესე უბრუნდება ეს ყველაფერი, მაგრამ ხო გონებთ აქ არის ადამიანი, რომელსაც მე ვიტყოდი, რომ უსამართლოდ ნამდვილად არ უბრუნდება. უსამართლოდ ნამდვილად არ მიუტრიალდა სამყარომ ზურგი არ აქცია უსამართლოდ, იმიტომ რომ აქ ადამიანს როგორც ჩანს არც თუ ისეთი სასიამოვნო რამ უნდოდა, ხო, ვიღაცა შეიძლება არ უნდოდა და ზუსტად მოუჭერი აქეთ მთვარის არკანი არის და მოუჭერი და აქეთ მაგის არკანი არის. ნახეთ, ადამიანს უნდოდა რომ ქონოდა შიშები, ადამიანს უნდოდა რომ ყოფილიყავით ძალა დაკარგული, ადამიანს უნდოდა რომ ვერ დაგენახათ წარმატება, ვერ დაგენახათ თქვენი თავის ფასი, ხომ, რაღაცა
გაეუფასურებინეთ. შეიძლება ვიღაცისთვის აქ რაღაცა ესე ვთქვათ, ოჯახის დანგრევის მომენტიც იყო, ვიღაცის ძალით წაყვანის მდგომარეობაც იყო, ხვდებით. ყველასთან ახლა სხვადასხვა მომენტია საჯაროა გაშლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ რო ადამიანს თავისივე ჩადენილი ნეგატივი და თავისივე ჩადენილი შეცდომად დავარქვათ თუ განზრახ ქმედება დავარქვათ, უბრუნდება უკან ამას წყალი არ გაუვა, იმიტომ რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც არ ვიცი, როგორ გითხრათ ხა, ფიზიკურად შეიძლება რაღაცას კიდე ებღაუჭებოდეს, რაღაცას კიდე ცდილობდეს, მაგრამ ადამიანს აი ზუსტად, არ ვიცი, აქ თუ თქვენ წმენდა გაქვთ ჩატარებული და რამე ისეთი ასე ვთქვათ, რიტუალური კუთხით უდგებით, აქ შესაძლებელია, რომ თავისივე ჩატარებული მაგიური სიტუაციები უბრუნდებოდეს ხო უკან, ან რაღაცა ის მომენტი ქონდეს. აი ესეთია ეს გაშლა, მოკლედ, რა უბრუნდება თქვენს არაკეთილი სურვილს. კარგი არაფერი ნამდვილად. და რაც უბრუნდება, ესე ვიტყოდი, ეს სამართლიანად უბრუნდება ნამდვილად. ეს არ უბრუნდება უსამართლოდ, ეს სამართლიანად უბრუნდება, რაც უბრუნდება ამ ადამიანს, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა თქვენი ცხოვრება ძალიან დიდი არჩევანის წინაშე დააყენა და საბოლოო ჯამში ეხლა მისი ცხოვრება დგას არჩევანის წინაშე ფაქტიურად. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა, მე რა თქმა უნდა ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთანაც, რაც ნაკლები ბოროტება იქნება ჩვენს ქვეყანაზე, მით უკეთესი ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა რას ვიზავთ, რომ არ არსებობდეს ბოროტება, არ არსებობდა სიკეთე, ხო? ესე რომ ვთქვათ. მე გისურვებთ, რომ იყოთ ბედნიერები თითოეულ თქვენთაგანი დროებით.